დაგიბრუნდით ძვირფასო მაყურებლებო, საინტერესო სტუმრები მყავს გადაცემაში, უნიჭიერესი ხელოვანი ქალბატონები, ქალბატონი ნანა ლიპარტელიანი, საფრანგეთის წითელი ჯვრის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი, პროდიუსერი, შემოქმედი, ხელოვანი, ონლაინ პლატფორმა, ძალიან საინტერესო Star Maker-ის წარმომადგენელია, რა თქმა უნდა და უნიჭიერეს ქართველებს ხელმძღვანელობს ამ პროექტში. ასევე ჩვენი შემდეგი სტუმარი გახლავთ უნიჭიერესი ხელოვანი ქალბატონი ეკა სალი, მუსიკოსი, მუსიკის ექსპერტი, პროდიუსერი გახლავთ ასევე უნიჭიერესი ხელოვანი ქალბატონი მიყავს როგორც აღნიშნე გადაცემაში სტუმრად. მოგესალმებით. მოგესალმებით ქალბატონ თაკო თქვენს გადაცემას. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენს რომ მოგწამთ. წარმატებები ყველა თქვენს ეთერს. სიამოვნებით შემოგიერთდით. მადლობთ, მეც მიხარია და მადლობთ რომ მოგწანდით ჩვენთან ეთერში გადაცემაში სტუმრად. მოდი მომიყევით პირველ რიგში დავიწყოთ ემიგრაციით. ქალბატონი ნანა გახლავთ ემიგრანტი. ეს არის საქართველოს განუყოფელი, არ ვიცი, ახალი ისტორია, ახალი ერა. და მოდი დავიწყოთ, როგორ მოხვდით ემიგრაციაში? დიახ, მოგახსენებთ. დავიწყებ ცოტა შორიდან, დავიბადე და გავიზარდე ლენტეხის რაიონში, დავამთავრე სკოლა, ასევე მუსიკალური სასწავლებელი პარალელურად. შემდეგ ჩავაბარე უმაღლეს სასწავლებელში, მაქვს ჟურნალისტიკის ესე თუ ჟურნალისტიკა დავამთავრე და შემდეგ პარალელურად დავიწყე იურიდიულზე სწავლა და ორივე დიპლომი მაქვს, ანუ ესე ვთქვათ, ორი სპეციალობა მაქვს, აბსოლუტურად განსხვავებული ერთმანეთისგან. მუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროში რამოდენიმე წელი და მე მეუღლის დაჟინებული მოთხოვნით, ესე ვთქვათ, გადავწყვიტე საფრანგეთში გადასვლა საცხოვრებლად ჩემს ერთ-ერთ შვილთან ერთად, გოგონასთან ერთად დარეჯანთან. ვაჟი ჩემი დავუტოვე დედას. ესე მოხდა. ვფიქრობდი რომ დაუბრუნდებოდი ძალიან მალე. როგორც ყველა ემიგრანტი, მაშინ ეს ახალი თემა იყო. ეს ხდება 23 წლის წინ, ანუ ძალიან დიდი ხნის წინ. მაგრამ დღემდე ვარ ვცხოვრობ და მოღვაწეობ საფრანგეთში. როგორ მოახერხეთ თავის დამკვიდრება ახალ გარემოში, უცხო ქვეყანაში? არასოდეს არ ყოფილა ჩემი სურვილი სამშობლოს დატოვება, საქართველოს დატოვება, წარმოუდგენელს არ შემეძლო, მაგრამ რა კი ესე მოითხოვა ოჯახურმა სიტუაციამ, გადავწყვიტე მეც რომ მეუღლესთან წავსულიყო, მე ჩემზე ადრე იმყოფებოდა ემიგრაციაში უკვე. ძალიან რთული აქ ქვეყანაში მოხვდე, სადაც არის რომ გარემოს, არიცი ენა, არ გაქვს არანაირი ესე ვთქვათ საშუალება ცხოვრების, იმიტომ რომ ემიგრაციაში რომ მიდიხარ, არასდროს პირველი ნაბიჯები არის ურთულესი. სანამ გაარკვევ რა გააკეთო, ეს სხვა თემაა. არ იცნობ არავინ არ ყავს ხელის შემწყობი და შემდეგ ეს არის ურთულესი გზა. და ესე რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი ჩემით გავაკეთე და მიწია გააკეთება, მით უმეტეს ბავშვთან ერთად, ერთი ბავშვი დედასთან დავტოვე, როგორც მოგეხსენებათ, მაშინ ჩემი ვაჟი ირაკლი გახლდათ 6 წლის და გოგონა, რომელიც წავიყვანე დარეჯანი, იყო 5 წლის. ესეთ შვილთან განშორება, სამშობლოსთან, დედასთან, გარემოსთან, ეს წარმოუდგენლად რთული ამბავია. მაგრამ ესე მოხდა. პირველ რიგში დავიწყე ენის შესწავლა, რა თქმა უნდა, რადგან ენის გარეშე წარმოუდგენელია იცხოვრო ქვეყანაში და არ ფლობდე ენას, ელემენტარულს მაინც. მაგრამ გამიადვილდა ენის შესწავლა. შევისწავლე დაახლოებით წელიწად ნახევარში მქონდა საკმაოდ დიდი დონე, 2 წელიწადში თითქმის მოვიპოვე ლიცენზია, თარჯიმნის ლიცენზია ქართულიდან ფრანგულ ენაზე და პირიქით. მყავდა რუსულენოვანი პედაგოგები, უკრაინელი ქალბატონი, რომელმაც
აბსოლუტურად მესამე ენაც ესე რომ ვთქვათ რუსულში მეტი გამოცდილება მომეცა და ეს მესამე ენაც ესე ვთქვათ ავითვისე და მაქვს 3 ენაზე თარგმნის ლიცენზია ევროპული. ეს ძალიან საჭირო იყო არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემს ირგვლივ მყოფებისთვის. ემიგრაციაში არა მარტო მე იმყოფებოდა ძალიან ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი, რომელმაც არ იცოდა ანგლიური ენა და ამიტომ ვეხმარებოდი ამ ადამიანებსაც, საკუთარ თავსაც, ოჯახის წევრებსაც, ნაცნობებსაც და ესე გამოვიდა რომ ჩამოყალიბდი როგორც თარჯიმანი, რომელიც აბსოლუტურად არ ყოფილა ჩემი მოწოდება და სურვილი არასოდეს. მაგრამ მომიწია ესე ვთქვათ, მუშაობა მრავალ სფეროში, ესე რომ ვთქვათ, სამედიცინო, ვთქვათ, სადაზღვეო, სკოლები, ბაღები, არ ვიცი, აი, როგორაც საერთაშორისო ორგანიზაციაში ეს დიახ, ეს აი ზუსტად ჩემი თარჯიმნის სტატუსიდან გამომდინარე მოვხდი. ერთ დღეს, იყო ზარი და ჭირდებოდა თარგმანი ქართულ ქალბატონზე, რომელიც იყო ავად, მეოთხე სტადია კი მქონდა. ქალბატონს და ჭირდებოდა ქართულ ენაზე თარგმნა და გამოცხადდი საავადმყოფოში, სადაც ის თავის შვილთან, პატარა 11 წლის მარიამთან ერთად იყო მოთავსებული ჰოსპიტალში. და ერთ სიტყვით რაც იყო საჭირო გადავთარგმნეთ, მე ვთხოვე ამ ქალბატონს რომ მყავს მარიამის ტოლის შვილების სახლში და ცოდოა ბავშვი და წავიყვან ჩემთან და ვთხოვე რომ წამიყვანე ჩემთან და იქ ეს იოლად არ ხდება, იქ ათასნაირი კონტრაქტები იდება, რომ დედა ამას განდობს ბავშვს და რაღაც ამას დაჭირდა რამოდენიმე დღე, მაგრამ მარიამზე მომცეს უფლება რომ წამიყვანა სახლში, ასევე სკოლაშიც დამერეგისტრირებინა და ეს ყველაფერი მოხერხდა. არ არის ადვილი სკოლაში მოხდეს ბავშვი ხელად. ეს ყველაფერი თქვენი პატრონაჟით ხდება. დიახ, რა თქმა უნდა და მოვაწყე სკოლაში და მარიამი იმ დღის მერე ჩემთან ცხოვრობდა. იმ პერიოდშიც კი როცა დედამ ძიმე დავატყავდა, დედაც დაეღუპა და გადასვენების ცერემონიალ ყველაფერი ერთად გავაკეთეთ. მარიამ სიცოცხლეშივე მომანიჭა დედამაც და მამამაც, რომელიც მაშინაც ძიმედ იყო ავად ოღონდ იმყოფებოდა საქართველოში, მომენიჭა ესე ვთქვათ მეურვეობა ამ ბავშვზე. დიახ. მარიამი მაშინ აღზარდით როგორც აღზარდა როგორც საკუთარი შვილი და ის ჩემ შვილებზე უფროსია 2 წლით ჩემს უფროს ვაჟზე. ანუ ის როგორც უფროსი და დღემდე ისე არის ჩემ შვილებისთვის. თვითონაც იცის რომ დედა ვინ არის, მამა ვინ არის, მაგრამ ეს როგორც საკუთარი თქვენ შვილებზე, თქვენს ოჯახზე ხართ ძალიან გამორჩეული, ძალიან ნიჭიერი ოჯახი და ჩვენმა საზოგადოებამ რომ იცოდეს თქვენი ოჯახის და შვილების შესახებ. ყავს 3 მშვენიერი შვილი, მართლაც წარმატებული შვილები, უფროსი ირაკლი, გახლავთ 30 წლის, არის პროფესიონალი ძიუდოისტი, რომელმაც ძალიან ბევრჯერ მოუტანა საფრანგეთს წარმატება, 75 მედალზე მეტი აქვს მოგებული, ესე ვთქვათ, მთელი თავის კარიერის მანძილზე, უამრავი თასი, სიგელი, გადაღებულია რამოდენიმე დოკუმენტური ფილმი საქმიანობის შესახებ საფრანგეთის მიერ, მას უწოდებდნენ კავკასიელ საფრანგეთის კავკასიელ ამომავარ ვარსკვლავს ძიუდოში, მაგრამ მე ამის განხორციელებაში დასრულებაში კარიერის კოვიდმა შეგვიშალა ხელი და დაასრულა კარიერა უკვე მე ასაკთან მიმართებაშიც თავისი ასაკი აქვს ჭიდაობას, მაგრამ აქვს ძალიან მდიდარი წარსული ამ ხრივ, აქვს დიპლომი, შეუძლია გააგრძელოს საქმიანობა როგორც ტრენერმა ძიუდოსი ამ ეტაპზე ტრამვის გამო ვერ ახორციელებს ამ საქმიანობას. მეორე მომდევნო ქალიშვილი დარეჯანი, რომელიც ჩემთან ერთად წავიყვანე უცხოეთში, დაამთავრა უცხოენების ინსტიტუტი. ძირითადი ენა იყო ინგლისური და ფრანგული, რა თქმა უნდა, და 4 ევროპული ენის ზოგადი, ესე ვთქვათ, კურსი, ანუ ფლობს 5 ენას ქართულის გარდა. ნიჭიერი. კი, გამორჩეული ნიჭით არის დაჯილდოებული, მეხსიერება ჰქონდა, თავიდანვე იყო გამორჩეული ბავშვი.
პატარა ბავშვობიდანვე და ესე რომ ვთქვათ, ესეთ სპეციალობა აირჩია. შემდეგ დასრულების შემდეგ არ უმუშავია და რატომღაც რაც ტრენდულად ითვლება დღეს, მოუნდა ვიზაჟისტის პროფესია და დაიუფლა წარმატებით. პარიზში გაიარა რამდენიმე მასტერკლასი, ნიცაში, იყო ბულგარეთშიც რამოდენიმე თვე და მუშაობს ამ პროფილით. და ჩვენ და გასაოცრად მოწვევა მიიღო პარიზიდან 2025 წლის ესე ვთქვათ დასასრულს მიიღო მიწვევა. პარიზში ტარდებოდა მოდების ჩვენება. შემდეგ ეს მოდების ჩვენება ტარდება მილანში, მილანშიც მიწვეულია, იყო მიწვეული ნიცაშიც. ოღონდ ნიცაში ვერ განახორციელა ეს ვიზიტი რაღაც საკუთარი პირადი პრობლემების გამო და ეს ძალიან დიდი მიღწევა არის, ესე ვთქვათ, ამ სფეროში და თვითონაც ძალიან ბედნიერი ამით და რატომღაც რჩება ამ პროფესიის ერთგული. უმცროსი ქალიშვილი დინა არის 20 წლის, რომელიც არის მესამე კურსის სტუდენტი. მეორე კურსის დასასრულს საფრანგეთმა მოავლინა საქართველოში როგორც ანუ სტაჟირება გაატარეს საქართველოში, აქ გაიარა წარჩინებით ეს სტაჟირება და კიდევ ერთი კლიენტი შემატა, ესე რომ ვთქვათ, საფრანგეთს ეს აკეთებს მუშაობს ძირითადად ეკონომიური გაცვლა ქვეყნებს შორის სავაჭრო ხაზით. ეს სპეციალობა არსებობს. ეს არის ჩემი შვილების შესახებ. როგორ ინარჩუნებ ქართულ კულტურასთან კავშირს? ვცდილობთ შევინარჩუნოთ, არ არის ეს ადვილი, რადგან გარემო აბსოლუტურად არ არის ქართული და არანაირი კავშირი არ გექნება თუ კი ეს შენ თვითონ არ გამონახე ამის საშუალება და ძალიან მეხმარება ზუსტად ეს მუსიკალური პლატფორმა და მეხმარა ძალიან ამაში, იმიტომ მინდა აღვნიშნო და გამოვყო, რომ აი ქართული სიმღერა შვილებმაც, ჩემმა შვილებმა, რომელსაც უკვე მივიწყებული ჰქონდათ, თვითონაც ამღერდნენ ბავშვები და ესე რომ ვთქვათ, მე თვითონ კიდე ჩემთვის ყოველდღიური, ესე ვთქვათ, აუცილებლობა გახლდათ. და ზუსტად აქედან წამოვიდა იდეა იმისა, რომ რატომაც არა ქართული სიმღერა, რატომაც არ უნდა ჟღერდეს ყველგან ჩვენი ფესვების, ჩვენი ტრადიციების მქონე სიმღერის კუთხით ვგულისხმობ და ესე რომ ვთქვათ, წამოვიდა პირველი ქართული დიახ, და მოდი გადავიდეთ, არის ასეთი ინტერნეტ პლატფორმა Star Maker-ი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაწევრიანებულები არიან მუსიკოსები, დამწყები მუსიკოსები, ასევე პროდიუსერები და ასე შემდეგ. მელომანები, არაპროფესიონალები. დიახ, თქვენი ხელმძღვანელობთ ქართულ მიმართულებას. დიახ, მოდი მოგვიყევით ამ პროექტის შესახებ. დიახ, არსებობს ონლაინ პლატფორმა Star Maker-ი, როგორც თქვენ ბრძანეთ, და არსებობს ქართული ფლანგი. მე როცა დავრეგისტრირდი, უკვე არსებობდა ძალიან კარგი წარჩინებული ოჯახები ქართული და ძალიან კარგი ვოკალისტებით და ნიჭიერი მომღერლებით დაკომპლექტებული სერიოზული გამოცდილებით. მეგობრობთ დღემდე, გვაქვს ურთიერთობა, რა თქმა უნდა, მაგრამ რა კი ოჯახები ჰქვია, ეს ნიშნავს, რომ საკუთარი ოჯახის წინ წამოწევა უფრო დიდი პრიორიტეტია, მაგრამ ეს არასოდეს არ დამისახავს მე მიზნად, რომ მხოლოდ ის გუნდი და ის ჯგუფი ვაჩინო, რომელშიც მე ვმონაწილეობ, ან მე ვარ და რაღაც მინდა რომ საერთო ჯამში ქართული სიმღერის პოპულარიზაცია მოხდეს იქ, სადაც ნაკლებად არის პოპულარიზაცია, ესე რომ ვთქვათ, ნაკლებად ისმის ქართული სიმღერა და გააცნოთ და გავაცნოთ, რა თქმა უნდა, არსებობს ესეთი მუსიკა, ხელოვნება, ენა მუსიკალური, ესეთი საოცარი მრავალხმიანი სიმღერა, საოცარი, არ ვიცი, სიმღერებით, საოცარი, არ ვიცი, განსხვავებული ჟანრებით და ასე შემდეგ. ეს იყო ზუსტად იმის დასაბამი, რომ ესე რომ ვთქვათ, იდეა მომივიდა, რომ დავაორგანიზო ქართული კონკურსი და გავაკეთე პირველი ქართული კონკურსი 2023 წელს ჩვენს ქართველებთან, სადაც 45 ადამიანზე მეტი მონაწილეობდა, მყავდა ასევე
40 კაციანი ჟიური, ესე ვთქვათ, სახალხო ჟიური, ცოტა ესეთი ფორმატი ავირჩიე, ყველა მომღერალს უნდა ყოლოდა თითო მენტორი. ეს მენტორები ყველა დანარჩენს გააკრიტიკებდა, რა თქმა უნდა, არაცუ მხოლოდ ცუდი მხრიდან აღნიშნავდა კარგს თუ ცუდს და მოხდებოდა ვთქვათ ესე დასკვნის გამოტანა და იმდენად მართლაც კარგი ჟიური შედგა რომ აი ერთ შეცდომაც არ ეპატია არავის ესე რომ ვთქვათ და ეს იყო მართლაც წარმატებული პროექტი 2023 წელს გამოვავლინეთ ძალიან ნიჭიერი ქალბატონი ბელა გავთელიშვილი რომელმაც გაიმარჯვა ამ პროექტში და მე ის წარვადგინე საერთაშორისო კონკურსზე ნაციების ხმაზე როგორც ქართველი მომღერალი ქართული სიმღერით და ყველაზე დიდი ტრიუმფი იყო ჩემთვის რომ ეს 700 ადამიანისგან უნიჭიერესი ადამიანისგან შემდგარ კონკურსი ზუსტად ჩემმა ესე ვთქვათ წარდგენილმა ქალბატონმა გაიმარჯვა ამ ქალბატონმა მე ვიცნობ ქალბატონ ბელას ნამდვილად შესანიშნავი უნიჭიერესი ქალბატონი გძანდება დიახ და უნიჭიერესი ქალბატონი საოცარი ადამიანი საუკეთესო დედა 4 შვილის ყავს პატარა შვილი 10 წლის მუსიკოსი და კომპოზიტორი დიახ მე ბელას არ ვიცნობდი უბრალოდ მე ხმა მოვისმინე მომეწონა მოვიწვიე კონკურსში და დამეთან ხმა მყავდა მე ძალიან კარგი მომღერლებით სხვაებით აქ გამოვავლინეთ საუკეთესო ათეული ოქროს ათეული წლის უნიჭიერესი ქალბატონები ასევე და არ ვიცი აი რაღაც ეს იყო ჩემთვის პირველი ნაბიჯი პირველი წარმატება და ეს არასოდეს არ დამოწმება და მთელი ცხოვრება ვიქნები ამ ქალბატონის მადლიერი იმის გამო რომ შემოვიდა პროექტში დამეთან ხმა გამომყვა დამიჯერა რაღაცე მიუხედავად იმისა რომ ბელა პროფესიონალი პროფესიითაც მუსიკოსია ქალბატონი ბელა და მე არა ვარ მუსიკოსი მაგრამ გაითვალისწინა ჩემი რჩევები იქიდან გამომდინარე რომ პლატფორმაზე მეტი მქონდა ესე ვთქვათ გამოცდილება და ერთი სიტყვით გაამართლა ყველაფერმა და ბედნიერი ვარ დღეს რომ პირველი ნაციის რა შესაძლებლობას აძლევს ქართულ მომღერლებს თარმეკე ვურჩევდი რომ გაწევრიანდნენ, ვისაც აქვს სურვილი, არის ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც უნდა სიმღერა, მღერა და არა აქვს ამისი საშუალება, ხა ყოველთვის ვერ იმღერებს სტუდიაში, ყოველთვის ვერ იმღერებ კონცერტზე, რა კი, ამაზე ხელი არ მიგიწვდება. აი ზუსტად საამისოდ არის ეს პლატფორმა, ვისაც აქვს სურვილი სიმღერების, ესე ვთქვათ, თვით გამოვლენის, წარმოჩენის, ნიჭის რეალიზაციისათვის არის საუკეთესო პლატფორმა და მინდა უწიო რეკომენდაცია და პლუს ამას ეს არის უფასო ამ ეტაპზე ჯერჯერობით და ძალიან კარგია რომ ეს ასე ხდება გვაქვს პატარა სტუდია საკუთარ სტუდიაში მღერით არ გვჭირდება არც ოპერატორი არც პროდიუსერი არც არავინ არ გვჭირდება და ხდება ეს ძალიან იოლად და მარტივად და გავუწევ რეკომენდაციას ამ საიტს შესანიშნავია და დღეს გვაქვს ჩვენ სიმღერის პრემიერა. ორი სიმღერის პრემიერა გვაქვს, თუმცა ჯერ ერთ-ერთი რა თქმა უნდა, რომელსაც შეგვისრულებს ქალბატონი ნანა და მოდი მოგვიყევით, როდის გაჩნდა იდეა, როგორ განვითარდა, სად ჩაიწერა და ვინ დაგეხმარათ. კი ბატონო. ეს სიმღერა გახლავთ ჩემი პირველი სტუდიური ესე ვთქვათ სიმღერა რომელიც ზუსტად პლატფორმიდან გამომდინარე პლატფორმას დარეგისტრირდა ქალბატონი ეკასალი დავმეგობრდით ესე რომ ვთქვათ დავინახე მაშინ დიდი პოტენციალი იმიტომ რომ როცა კონკურსებს ვაკეთებ ვეძებ კარგ ხმებს უცხო ხმებს და როცა ეს ქალბატონი მოვისმინე რუსულ კონკურსზე მონაწილეობდა შემთხვევით ვიპოვე ესე რომ ვთქვათ დავუკავშირდი და იმ წუთშივე მივხვდი რომ იყო განსხვავებული და მართლაც მისი განსხვავებული მღერის მანერა ეხლა წაუცებს მსმენელს და მოდი სანამ სიმღერის პრემიერა შედგება, მანამდე ქალბატონ ეკასალის მოусმინოთ. თუ კიდევ ერთხელ მოგესალმებით. და ამ სიმღერის ძალიან საინტერესო იყო. ჩემმა მეგობარმა გამაწევრიანა ეს ხდება ხოლმე ერთმანეთით მიყოლებით მე მომეწონა მე მეგობარი შემყავს და ეს საოცარი რელაქსის ადგილია, სადაც შეგიძლია დაისვენო განიტვირთო, ისი ამოვნო,
არა მხოლოდ მღერით, არამედ ურთიერთობებით. იქ არის იმის შესაძლებლობა, რომ ამ ხალხთან მე იკონტაქტო და ჩვეულებრივი რაღაცა მეგობრობაც შედგება ხოლმე. ასე გავიცანი ქალბატონი ნანა. სრულიად უცებ ამოვყავი თავი კონკურსზე, სადაც პირველად მომისმინა, მან არ იცოდა რომ მე პროფესიონალი ვარ. მე საერთოდ გაგნებაში არ ვიყავი პირდაპირ ამ პლატფორმის ხელი მკრეს შემაგდეს და ამოვყავი თავი კონკურსზე. და შემდეგ როგორი იყო ემოცია? ძალიან უცნაური განწყობა გეუბნება, იმიტომ რომ შენ თავს ვერ ხედავ, შენ ვერ ხვდები რომ ამდენი ადამიანი გისმენს და ამ დროს შეიძლება 500 კი არა 1000 კაცი გისმენს და 5000-იც ხშირად. მე მგონი მაქსიმუმი ოთახში სადაც შემოდიხარ არის 5000-მდე, ხო? ასე მეტიც არის, მაგრამ კონკურსი ანუ გააჩნია რამხელა დაშვებას გაძლევს თვითონ პლატფორმა. ეს ისაზღვრება ოფიციალები, ხო? ოფიციალები გქვიათ თქვენ. მე მგონი ეს რეალიზაციაშიც გეხმარება, ხო? საკმაოდ. თვით რეალიზაცია, შენი თავის გამოვლენა, წარდგენა, შენვე ხვდები რამდენად გაქვს იმის პოტენციალი დარჩე სტარმეიკერზე თუ შემდეგ გადახვიდე რეალში და სცადო ბედი დიდ სცენაზე. იმიტომ რომ დღეს ვხედავთ რომ ძალიან ბევრი ცდის სცენაზე თავის თავს. ანუ ვიცით რა ხდება ხა, როდესაც სცენის მტვერს ერთხელ გადაყვაპავ, იქ მე აღარ გაქვს იმის კომპლექსი, რაღაც ამბიციები ჩნდება ხოლმე იმის, რომ მაგარი ხარ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში სიამოვნებას განიჭებს ეს ყველაფერი და ამასთან ერთად კონკურენტ უნარიანი ხდები. იქ იმდენად კარგი დონე ხდება კონკურსებზე და ყველაზე მთავარი არის ის, რომ მე რომ შევედი, მე კიდე სხვა ყურით ვუსმენი ხა ამ ყველაფერს. როგორც კომპოზიტორი, როგორც მუსიკის ექსპერტი, პროდიუსერი, აი სხვანაირად იწყებს სმენას. და ძალიან კარგია რომ ნანა დამხვდა უკვე იქ, როგორც ნახეთ ეს მანამდე კი აკეთებდა ამ კონცერტებს და რაღაცეებს ლაივში, მე გადმოინაცვლა ონლაინ. მე ონლაინ გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ აბსოლუტურად იგივე სისტემით მუშაობს პლატფორმა, როგორც ხა თქვენ ლაივში აკეთოთ ეს ყველაფერი და მე დავინახე რომ ამ გოგოს აქვს საოცარი უნარი დაიჭიროს ისეთი წვრილმანი და ისე გადახარშოს და ისე აჩვენოს მე ეს ყველაფერი და არაკურსოს ასე ვთქვათ. ფანტასტიკური ნიჭია. თან ონლაინ როცა ადამიანს არის რომ შეხება არ გაქვს, მარტო კამერით ხედავ. ძალიან ძნელი ამოიცნო მართლა იზმღერის თუ არა. კამერის იქით მე შემიძლია დაგაყენოთ თქვენ გამღეროთ და მე ვიყავ თქვათ. ანუ ხვდებით ხომ რასაც ვამბობ. მაგრამ იმდენად საოცარი ყური აქვს და მონაცემი აქვს და თან აი გარკვეული მგრძნობელობა, ახლა რუსულად საერთოდ კარგად ღირს ხოლმე, მაგრამ მოდით შევთავსოთ ეს სიტყვა, მგრძნობელობა აქვს და წინასწარი განწყობა, შინაგანი, რომ ამისგან დადგება ეს. ეს მოიგებს ამ კონკურსს, ეს გააკეთებს ამას. მე მოგვიანებით შევუერთდი და უკვე რაღაც ტექნიკური რაღაც მხარეები გადმოისროლა ჩემსკენ ასე ვთქვათ, იმიტომ რომ დაყრდნობილი ყოფილიყო და მთლიანად კონცენტრირება მოეხდინა იმისთვის, რასაც აკეთებს იქ და ქართული ფლანგის პოპულარიზაცია, ეხლა მე შევესწარ, მე 23-ში უბრალოდ საქართველოს ხმის აი ამ კონკურსის შემდეგ მომიწია შესვლა და მე ვნახე რამხელა შრომაა იქ. სიმღერა დაიწერა დიახ ქალბატონი ეკას მიერ, ტექსტისა და მუსიკის ავტორი გახლავთ ქალბატონი ეკა, შემომთავაზა დაახლოებით 6-8 თვის წინ, თუ არ ვცდები. დიდი ხანი და ვერანაირად ვერ დავემწვით თან რაღაცნაირად თან მე არა ვარ საქართველოში ფიზიკურად, სტუდიური ჩაწერა კიდევ უცხოეთში ქართული სიმღერის რთულია. პერსპექტივაში გვაქვს უკვე სხვა რაღაც გავაკეთოთ ამ ხრივ რომ ქართული ჩამტერი სტუდია ქართველის მიერ ქართულ სიმღერებში გავაკეთო საფრანგეთში. გვაქვს ეს იდეა და იმედია გაამართლებს. ვეცდებით. უკვე ლაივში გადავალთ იმას, რასაც ვაკეთებთ ონლაინ. ამ ეტაპზე ეს სიმღერა ჩაიწერა. ძალიან. M სტუდიოში ქალბატონ მანჩოსთან, საუკეთესო უნიჭიერეს ქალბატონთან.
ქალბატონმა მანჩუმ გააკეთა ისე, რომ გადადო თავისი გეგმები, თავისი დასვენება და მოგვიწყო ესეთი პატარა დღესასწაული, იმიტომ რომ მანჩოსთან ჩაწერა არის ერთი სიამოვნება, ურთიერთობა, ქალი არის აბსოლუტურად ხელოვანი. შინაგანად ხელოვანი და ნახოთ შედეგი. და მოусმინოთ, რა თქმა უნდა, და შემდეგ შეფასება. როცა ცხოვრება ძამია სევადან ფიქრები არიან როცა ეს გული შენია არასთო იყო არ იყო რაც იყო რაღაც დაიწყო არც იყო შენამდე გზები უეცრად დაიღო უეცრად გაიღო გზები და რამადანი დღე რამადანი ღამე რამადანი მზე რამადანი მთვარე რამადანი ცა რამადანი სიტყვა დაიღო უმიზნოდ ფიქრება და დაიღო არ მინდა მე უშენოდ ყოფნა რა უღოცლებს ცა ისევ ელავს და ესრემლები აუდირო სხვა ფიქრიან საღამოს კვლავ გამახსენდები ძვიმა ჩამორეცხავს უძირო ქალა შეძედა ციცოდა მე ვეღარ ვეცევივე შეძედა ციცოდა მე ვეღარ ავიდან ჩემზე ფიქრშენს ვეღარ გაუძლებ აირევ გზას და მოხვალ სიტყვა დაიღო უმიზნოდ ფიქრება და დაიღო არ მინდა მე უშენოდ ყოფნა რა უღოცლებს ცა ისევ ელავს და ესრემლები აუდირო სხვა Je manque tellement Tu m'avais oublié Je viens pas C'est ma tristesse Ramadani ghame, Ramadani mazar, Ramadani matwar, Ramadani tzar, Ramadani sitkhwa, Daitcho umiznot fikreba da daitcho Ramachda bere, Ushenot choknas, Verut leps guli, Tza isevelos, Esrem levi eutirot, Darchena zwa Браво! რაღაც ფასამყაროში გადავსი. შესანიშნავი იყო. მოდი მოგვიყევით, როგორ მოხდა თქვენი მუსიკასთან ასე საოცარი შერწყმა, როდის დაინტერესდით და მე როგორც ვიცი, თქვენ ბავშვობიდანვე აი ამ არ ახსოვთ, უბრალოდ მართლა არ ახსოვთ, როდიდან ვწერ. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც აი როიალს ვწოდებოდი, ხა წარმოიდგინეთ მართლა ამ პოზიციაში ბაბუა მყავდა უცებრიცი ხა ამ თემას, მაგრამ ჩვენ ცხოვრობდით ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში ქუთაისში, ეს იყო ჩვენი სახლი, ბაბუა ბებიას ეულის სახლი, სადაც დედა, მისი და ცხოვრობდნენ და შესაბამისად მე თბილისიდან რომ ჩავდიოდი, ჩამიყვანდნენ ამ პატარას და მოხდალბოდიობდი თავისთავად და მე არ მახსოვს დედა მიყვება და გარდაცვლილია დედა და მიყვებოდა რომ პირველად ბაბუამ შეამჩნია ეს ნიჭი, იმიტომ რომ ინსტრუმენტი დარჩა ახდილი
და ბაბუა იყო არაჩვეულებრივი შემსრულებელი სალამურზე. ანუ ისედაც კოლორიტი იყო, ქუთაისის მსახიობი იყო, ლადო მესხიშვილის ბებია სუფლორი იყო. ანუ არაფერი არ ხდებოდა ქალაქში იმ პერიოდში, ბაბუა არ ყოფილიყო იქ და შესაბამისად თურმე ყოფილა ეს შემთხვევა, რომ ბაბუას დაუკრავს, მთაში სალამურს ვაკვნეს, ფოქრის პონში ინახება ბაბუას ჩანაწერი. და მე ესე მივედი, ეს ბგერა მოვნახე, ესე დაიწყო, ესე მიხვდნენ, რომ თურმე მე რაღაცა მაქვს ეს და პენტილი ღმერთისგან და ზუსტად ის დაუკარდა, ბაბუჩი დამჭდარა. ეს ბავშვი სასწრაფოდ მიიყვანეთ თბილისში სადმე უშველეთოდ. აი აქედან მოყოლებული მიხვდნენ, რომ რაღაცას უკრავდი, მაგრამ მიხვდნენ, რომ ის არ არის, რაც ბავშვობიდანვე დაიჭირეს. ბავშვობიდანვე მოხდა ამის უცებ. დაუბრუნდი ფაქტიურად შოუ ბიზნესში შარშან და აი ესე შევეყარეთ მე და მანჩო ერთმანეთს ძალიან უბრალოდ ჩართვით ერთ-ერთ მომღერალს უნდოდა სიმღერის გაკეთება, ჩემი სიმღერის და მოდი ეკა ჩაგხსნავ და ძალიან მაგარ გოგოს გაგაცნობო მითხრა და პირველივე წუთიდან შედგა ჩვენი ტანდემი. რაღაცა ისე წამოვიდა, იმიტომ რომ ერთ ამოსუნთქვაზე შევედით ერთმანეთში, რაღაცა ის ხო იცით ორი ხელოვანი რაღაცა. იქ მანჩოში დავიჭირა რაღაცა ისეთები, რაც სხვებთან ვერ დავინახეთ. მიუხედავად იმისა, რომ მე სანოსთან მოღვაწეობდი და არაჩვეულებრივი წლები მაქვს მერებთან ერთად გატარებული, ბორი კოშხიანი, არაჩვეულებრივი ადამიანი, ლევიკო, ლაზარიშვილი, მაია კაჭკაჭიშვილი, სასწაული ხალხი, ერთმანეთზე უკეთესები. ნატო ელაშვილი, ჩვენ ერთი პლიადა ვართ, ერთი წრე ვართ, როგორც საესტრადო ხაზით, ასევე ვოკალური ხაზითაც ხა ვინც დღეს მოღვაწეობს, ანუ კარგი გამოშვება ბავშვები ვიყავით და შესაბამისი სიტყვა ყველამ თქვა ამ ასპარეზზე. მეორე სიმღერის პრემიერა გვაქვს. მეორე სიმღერა ისე მოხდა, რომ შეიქმნა. ეს სიმღერა თავის დროზე უნდა ემღერა გიოს. მე და გიო ძალიან დიდი ხანი მეგობრობდით ხუციშვილს და ისე მოხდა, რომ ჩვენ რომ გადავწყვიტეთ ამ ყველაფრის ჩაწერა, ის პერიოდი იყო, როდესაც გიოს ავადობა დადგინდა და მივიდით უკვე იმისთვის, რომ გიო ყოფილიყო დიდხანს ჩვენთან. აღარ გვემღერებოდა, ასე ვთქვათ. თუმცა ჩემი ერთ-ერთი სიმღერა, გიოს უმეუბნებოდა, რომ ვალში ხარო და ერთ-ერთი სიმღერა უკვე გადაეცა მის შვილს, ზუკას და ახლო მომავალში მე და მაიკომ ვისაუბრეთ მისმა მეუღლემ, ზუკას დედამ და უახლოს მომავალში ალბათ მოხდება ამ ყველაფრის ჩაწერა. რახან გიოს უნდა შეესრულებია, ვეღარ ვქენი ისე, რომ სხვისთვის მიმეცა და მაინც დავიტოვე და მე ვეჩავწერე. რაღაცა გიოსეულ სტილში გაკეთდა, ბექები და ხმა და თუ არჩვაძემ, აი ძალიან მიერდგოა, ძალიან გვერდში დამიგა, ისედაც ვიცით ხა დათო როგორი ბიჭია, არაჩვეულებრივი ადამიანი. ყველას დამხმარე რგოლია, ყველასთვის ემეტება ყველაფერი, სული და გულია ნებისმიერი საზოგადოების და ნებისმიერი წრის და ამიტომ როგორც კი უთხარი ჩამოვალე თბილისში და უეჭველი. მართლა მოხდა შეეხვედრა უკვე მანჩოსთან მოხდა ხმის დადება და ეს სიამოვნებით უმზერდი ამორ უნიჭერას და ადამიანს ერთსაც. კი, ძალიან საინტერესო. აგემშვიდობებით, მანამდე რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ მადლობა რომ მობრძანდით ჩვენთან გადაცემაში. ასე და საინტერესო თემები და რა თქმა უნდა პრემიერა, ორი პრემიერა შედგა. მეორე სიმღერაც რა თქმა უნდა შედგება ჩვენს გადაცემაში და რა თქმა უნდა მოგვანდით ამ სიმღერის პრემიერა გადაცემას. რა თქმა უნდა ვიცი რომ ძალიან ბევრი იდეები გაქვთ, პროექტები გაქვთ და უდიდეს წარმატებებს გისურვებთ და რა თქმა უნდა ამ სიმღერით დაამშვიდობებით მაყურებელს და გთხოვთ. მადლობა და წარმატებები ესაა თქვენს გადაცემაში. გაზაფხული მოდის, მაგრამ
ვერ დავთვალე დარდი ახლად ნეტავ მარტომ როგორ გავწელი უშენობა ისე მტანჯავს მე კი წუთებს ისევ კარგავ თითქოს წლები არ მემაგება რაც დავხუჭავ არას დარგავ მე შესთახვას ისევ ნადრობ მინდა ვარდით მოგიფინოცა მარჯნის ფერა დაიფერა ზემგრუბლები შეიფერა აღარ უნდა მოგმართობის თუ კი რამე მithქვამს ალბათ შევცდი ცრემლის აღარ ამწამს ვის შევჩილო ჩემი დარდები გულით სევდა ისე დამარს არც მალავ და არცავ კარგავ თავს მევლება ჩუმი ვარდები კლავს დავხუჭავ არას დარგო მე შენს ნახვას ისევ ნადრობ მინდა გულზე დაგიფინო როგორც ვარდები მარჯნის ფერა დაიფერა ზემგრუბლები შეიფერა ამ ტკივილში ზეცას დავედარები მე ტკივილში ზეცას დავედარები გაზაფხული მოდის მაგრამ ვერ დავთვალე დარდი ახლად უშენობა მტანჯავს მუდამ ამ გულს მაინც შენთან უნდა თითქოს წლები არ მემაგება უშენობა ისე მტანჯავს მოგიწუთებს ისევ ფანტავს თითქოს წლები არ მემაგება თითქოს წლები არ მემაგება